ბავშვს ესეთი მოწესრიგებული რო აი ბავშვს რო ეთყობა დაბანილია, დავარცხნილია და ეს იქნება მე ვიღებ პასუხისმგებლობას რომ ეს საქართველოში იქნება ნომერ პირველი ბიზნესმენი. რატომ ზუსტად ბიზნესი თუ გინდა აქედან უნდა დაიწყო. ახლა მე ვფიქრობ თუ სად დავნიშნო ლუკა. ლუკა შენ როგორ დრო გექნება? აი სკოლიდან რო წამოხვალ და რამე საქმე რო არ გექნება შენ ჩემს კომპანიაში იქნები, მე გაგაცნობ ბიჭებს, მაგრამ მარი არის ჩემი მოადგილე, მარი ხელმძღვანელობს თლიანად ამ გაყიდვებს და შენ მარი ერთ კარგ ბიჭს ჩაგაბარებს და შენ იქნები ავტომობილების გაყიდვებში. მოდი ჩვენ ლუკას ხელფასი დაუნიშნოთ, ავტომობილების გაყიდვებში ჩაერთოს და ამას ვამბობ სულით და გულით რომ ლუკა გავზარდოთ ნომერ პირველი ბიზნესმენი და ამას თქვენს გილოცავ და ამას ლუკასაც ულოცავ. ამას ლუკასაც ულოცავ და ლუკა დარწმუნებული ვარ რომ შენ გაამართლებ. უყურე, როცა სწავლობ სკოლაში ყავი, სახლშიც იყავი, ისწავლე, როგორ დრო გამოგიშტება, 1 საათი იქნება თუ 2 საათი იქნება, მოდი ჩვენთან და ჩვენ ყველაფერს გასწავლით. მარი ყველაფერს გასწავლის, მაგრამ მარი მარმინდა გასწავლოს ხარჯი. ხარჯიანია, ბევრი ხარჯიანი და ამიტომ დარწმუნებული ვარ ჩვენ ეს ყველაფერი გამოგვივა და გილოცავ. მე პირადად ვისაც დღეს დავნიშნავ, ეს იქნება ლუკა. რა სიტყვი? ძალიან მიხარია მართლა და ეს პირველი უპრეცედენტო შემთხვევა იქნება ჩვენს ისტორიაში. ნათია. ისედაც ძალიან პოზიტიური დღე იყო და აი ამბით კიდევ უფრო გალამაზდა ეს დღე. გილოცავ ლუკა, ყოჩაღრო ესეთი გამბედავი ადამიანი ხარ და დიდი პერსპექტივები გაქვს ცხოვრებაში, რომ აი ამ ასაკში ეს გადაწყვიტე, მოიფიქრე და გააკეთე კიდევაც. აი რა მახსენდება. ლუკას ტოლი ვიყავი, ჯინსი რო შემოვიდა, გიო, ჯინსი. ხო იცი, რანგრერის ჯინსი რო შემოვიდა. და მამაჩემ არ მიყიდა. რას ამბობო რა ჯინსი, ისი ჯინსი. ვერა ხარო შენ კარგადო. 14 წლის ვიყავი. ერთმა მეზობელმა სენაკში მე ვთხარი, შენი ზაბორი არის მეთქი დაჟანგული. ამას შეგიღება მეთქი რომ ჯინსი მეყიდა. 1 კილომეტრი ზაბორი იქით შემაღებია. აქითაც შემომაღებია და საღამოს წვიმა მოვიდა და ფულს არ მოგცემო მეორჯერ შემაღებია კიდევ. 1 ჯინსი რომ მეყიდა, 1 კვირა 1 კილომეტრიან ზაბორს ვღებავდი და იმიტომ გამოვედი ლუკა დღეს ვინც გამოვედი. ამიტომ შენ